სტუდენტების პროტესტი გრძელდება თეატრალურ უნივერსიტეტში. მოთხოვნებს შორის რექტორის გადადგომაცაა. გაფიცული ახალგაზრდები, რომლებიც ღამეს უნივერსიტეტის პირველ სართულზე ათენებენ, აცხადებენ, რომ პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება. სტუდენტები ხელახალ არჩევნებსა და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვენ. დღეს თეატრალურ უნივერსიტეტთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები ახალგაზრდების მხარდასაჭერად მივიდნენ და მიმართვაც გაავრცელეს. თავს ნოვთხნეთ, იმიტომ რომ სწორად ვიქცევით და სწორ მხარეს გავართ. გუშტელი დღე იყო განცხადება ჩვენი მხრიდან, შევედით, სტუდენტებმა დავიკავით ფოიე, რაც გვეკუთვნის და ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ პირველ რიგში გათავისუფლდეს რეჟიმის ტყვეები. მეორე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და აუცილებლად უნდა გადადგეს ჩვენი რექტორი გიორგი შაულტაშვილი. ვცდილობენ რომ ხელოვნურად შეგვიქმნან ბარიერები იმის გათვალისწინებით, რომ არის რამოდენიმე ცდელობა იმისა, რომ მაგალითად არ ქონდეს კარგი პირობები, მაგრამ ამას რა თქმა უნდა გადავიდან. აქ იყვნენ წარმოდგენილი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, იყო აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტი, ასევე ბათუმის უნივერსიტეტის ხმა გაისმა. მე მინდა ვუთხრა ჩვენი სფეროს სახელით ამ ახალგაზრდებს, რომ ისინი არ არიან მარტო, ისინი არიან ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ კულტურამ უკვე კარგა ხანია ვიწუნიეთ ეს როგორც რეპრესიები, ასევე ხმის ჩაჩუმების მცდელობა, გათავისუფლებები უკანონო. უამრავი სტუდენტი არის ახლა უსამართლოდ დაჭერილი, უამრავი მსახიობი, ხელოვნების წარმომადგენელი დაჭერილი და ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში აი ამ კედლების რექტორი უნდა აკეთებდეს მკვეთრ განცხადებას, იმიტომ რომ კულტურაში მოღვაწე სასწავლო ორგანიზაციის წარმომადგენელი პირველ რიგში უნდა დაუპირისპირდებოდეს ხელისუფლებას და არ უნდა გამოიჩინოს კონფორმიზმის აი ესეთი ბინძური ფორმა. არის ძალიან სერიოზული დანაშაულების ნიშნები რუსთავის თეატრში, სადაც წინა საახალწლოდ გამოარჩიეს მერიის ინიციატივით გამოარჩიეს მსახიობები და ის მსახიობები, რომლებმაც გაფიცვა გამოაცხადეს, დატოვეს ტრადიციული წინა საახალწლო ბონუსის გარეშე, რეპრესიულ პოლიტიკასთან გვაქვს ადგილი ბათუმის თეატრში. სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ნუკრი-ქანთარია არღვევს მსახიობების უფლებებს, ემუქრება მათ, უცხადებს საყვედურს, გაფიცულებს და ჩვენ არც მათ დავტოვებთ მარტოს. ახალგაზრდა მსახიობს სანდრო სამხარაძეს დაურეკეს და დაიბარეს. სანდრო სამხარაძესთან ერთად ბევრი სხვა ადამიანი დაიბარეს და მე მინდა ვთქვა, რომ ესეც არის ისევ დაშინების მცდელობა, მეგობრებო, ესეც არის მათი ჩვეული გზის გაგრძელება. ისინი აქამდე ძარცვავდნენ ამ ქვეყანას, ხო ეს ხო ნამდვილად კლეპტოკრატიული რეჟიმი იყო და აგრძელებს ეს რეჟიმი იგივეს კეთებას. ახლა უკვე ჯარიმებით უნდათ რომ გაგძარცვონ, არაფერი არ გამოუვათ, ჩვენ ამ ქვეყანას დავიბრუნებთ და ეს ჯარიმები იქნება ინვესტიცია ჩვენს ბედნიერ მომავალში.